დასაქმების ხელშეწყობის სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით წელს 5 ფორუმი გამართა. მათ შორის პროფესიონალ იურისტთა დასაქმების ფორუმი, რომლის შედეგადაც რამდენიმე პროფესიონალი უკვე დასაქმდა. ასევე მასშტაბური ფორუმი გაიმართა ოზურგეთში. ასევე მიმდინარეობს სტაჟირების პროგრამაც, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა დამსაქმებელთან 26 ხელშეკრულებაა გაფორმებული და რამდენიმე კომპანიაში პროგრამაში 142 სტაჟიორია ჩართული. სტაჟირება 1-დან 6 თვემდე პერიოდს მოიცავს და ამ პერიოდის განმავლობაში სტაჟიორები 400 ლარის ანაზღაურებას იღებენ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო თბილისსა და 10 რეგიონშია წარმოდგენილი და იგეგმება, რომ მისი მომსახურება ყველა მუნიციპალიტეტში იყოს წარმოდგენილი. სააგენტოსადმი მიმართვა შეუძლია დასაქმების ნებისმიერ სურვილს, თუმცა უპირატესობა ისეთ მოწყვლად ჯგუფებს ენიჭება, როგორიცაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მრავალშვილიანი დედები, სოციალურად დაუცველები და ასე შემდეგ. მნიშვნელოვანია ჩვენთვის ძალიან თბილისის გარდა რეგიონებში გავიდეთ და რეგიონის მოსახლეობას ადგილზე მივცეთ შესაძლებლობა აქტიურად ჩაერთონ შრომის ბაზარზე. სააგენტოს გაფორმებულია 26 ხელშეკრულება სხვადასხვა დამსაქმებელთან სტაჟირების მიმართულებით და ამ ეტაპზე 150-მდე სტაჟიორი გვყავს ჩართული სხვადასხვა კომპანიებში. სააგენტოს შეუძლია მომართოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა, თუმცა კი ჩვენ გვაქვს პრიორიტეტული ჯგუფები, ეგრეთ წოდებული მოზღვადი ჯგუფები, ესენი გახლავთ ახალგაზრდები, შემოპირები, სესამოპირები, ზრუნვის ქვეშ მყოფი ქალბატონები. მომავლის დაგეგმვაში დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს როლი არის გადამწყვეტი ამ ადამიანების ხვდებით. ჩვენი თავი აქ გვინდა ვიპოვოთ. აი ადამიანებს ფაქტურად ხელი ჩავკიდოთ და მივიყვანოთ დამსაქმებელთან. ეს არის ჩვენი მთავარი მისია. თუ ამ მიმართულებით ბევრ სიახლეს დავნერგავთ, ვიქნებით ჩვენც წარმატებულები და რა თქმა უნდა იმ საშინელ სენსს ჩვენი თანამედროვეობის მუშაობას დაუძლებთ ერთობლივად. სრული მხარდაჭერა გვაქვს, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის